რამოდენიმე წლის წინ, ხო, 1-2-3 კომპანია მაინც მირეკავდა, არ იქა ხომ არ გცალია და ტურისტები ყავს რუსულენოვანი და რუსეთიდან. წელს მაგალითად საერთოდ არ დაურეკავს, არც შაშან სხვათა შორის. თვითონ გახსნეს თავისი ბიზნესები, სააგენტოებიც, თავისი რესტორნები. აი შინაარსზე რა ვიცით? რას ყვებიან ეს რუსი გიდები, როცა ჩამოჰყავთ რუსი ტურისტები? ძალიან კარგი ტურისტი იყო სკანდინავიელი. ისიც, ესე იგი, აი პოლიტიკური ვითარების გამო, არ ჩამოდის. მესმის რომ შეიძლება რთულია, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს თუნდაც აქედან გამოსავალი. როდესაც უცხოელი ატარებს აქ ტურს, უნდა ყავდეს აქაური სუმცირე გამყოლი. ევროპელი ტურისტების ნდობას რა უნდა ვუშველოთ? გამარჯობა, ეს არის პოდკასტ აი გამოსავალის მორიგი ეპიზოდი. მე მანჩო ღოღობერიძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ ტურიზმის სფეროს იმ პრობლემაზე, რომელმაც ბოლო 3 წელია იჩინა თავი. გულისხმობ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი გიდების შემოსვლას, რომლებმაც დააზიანეს ქართული ბიზნესი. ქართული გიდების საქმიანობა დაასუსტეს, ან სულად ჩაყლაპეს და ბევრ პროფესიონალს სამსახური დააკარგუნეს. როგორ ავნო ტურიზმში რუსების გამოჩენამ ქართულ ბიზნესს და რა შეიძლება იყოს ამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, ამაზე ჩვენ სტუმართან ლელა გოგავასთან ერთად ვისაუბრებთ. ის არის სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი და თავადაც პროფესიონალი საერთაშორისო კვალიფიკაციის გიდი, 18 წლიანი გამოცდილებით და როგორც ვიცი, მუშაობდით რუსულენოვან და ფრანგულენოვან და მუშაობთ აწმყო დროშიც, კი ბატონო, ფრანგულენოვან ტურისტებთან. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ამ მართლა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემაზე საუბრისთვის, კი ბატონო. ქალბატონო ლელა, ანუ პირველ რიგში გკითხავთ, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი ბიზნესი და საქმიანობა ბოლო 3 წლის განმავლობაში? ბოლო 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიდის ძალიან ქაოტურად. რატომ? რაც იყო დაგეგმილი, წინასწარ, აი ვთქვათ, ტურები, როდის რა უნდა ჩატარებულიყო, რაღაც მომენტში უქმდება სხვადასხვა მიზეზების გამო და უბრალოდ შემთხვევით შეიძლება შეინაცვლოს უცბად მოულოდნელად სხვა ტურისტებით. ანუ იმედი, აი ადრე რო ქონდა, რა ვიცოდით იმედი, რა აი მთელი წელი გვეყოლება ამდენი ტურისტი და სტაბილურად ვიმუშავებთ, ეს ბოლო 3 წელი არასოდეს აღარ გვაქვს უკვე. სულ ველოდებით, რომ შეიძლება გავაქმდეს. კი ბატონო, გამომწვევი მიზეზები ავხსნათ. თუ ადრე ეს ასე არ იყო და ახლა ასე ხდება, რა არის მთავარი? რამაც შეაფერხა თქვენი საქმიანობა? ბოლო 3 წელი ჩვენ რადგან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხო, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და რუსების შემოდინების მასობრივი ტალღის შემდეგ, იცის ყველამ, ხო, ეს საიდუმლო არ არის. რუსმა გიდებმა შექმნეს რაღაც ერთგვარი დახურული სისტემა, ხო? ანუ რუსი გიდი, რუსი ტურისტი, რუსი მძღოლი, რუსული კაფე და რუსული სასტუმრო და ამ ჯაჭვში სად არის, ასე ვთქვათ, ქართველი სპეციალისტის ადგილი. და ამან როგორ დაგაზარალათ ქართველი გიდები, ეს თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ კარგად. ანუ აი მაგალითად თუ ადრე პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ თვითონ რუსული ტურიზმის ნაკადმა ციკლო თავდაპირველად. და ისევ ევროპელებმაც რა თქმა უნდა და ბევრი გიდი იყო საკმაოდ უმუშევრად. შემდეგ ეს შემოდინება რო შემოდის რუსების, არის იმედი, რომ აი ამაზე მაინც ვიმუშავებ და უცბად ქმნიან, ამუშავებენ თავიანთ გიდებს, შეიძლება სულაც გიდი არ არის, მაგრამ თავისიანია. ესე იგი, ეს რუსული კომპანიები, რომლებიც ადრე თუ უკავშირდებოდნენ ადგილობრივ კომპანიებს, ან გიდებს ჰქონდათ თავისი გვერდები სოციალებში და პირდაპირ უკავშირდებოდა რუსი ტურისტიც. და საკმაოდ, თითქმის მთელი წელი თუ არა 7 თვე მაინც ჰქონდათ სამუშაო რუსულენოვან გიდებს, სეზონი რაც არის. წელს შეიძლება ითქვას, რომ აი კვირაში შეიძლება და თვეში შეიძლება 1 კვირა, რაღაცა
ნუ ზაფხულში შეიძლება 1-2 კვირა გამოუჩნდეს, მაგრამ გაზაფხულს და შემოდგომაზე რატომღაც არ არის და ამ დროს ვხედავთ, რომ თვითონ რუსეთის მოქალაქეები ატარებენ ისევ მაგალითად თბილისში არის საავტორო ტურები ტარდება ხოლმე. და ძალიან ხშირად როცა ჩვენ ვუტარებთ ჩვენ ტურისტებს ხედავთ რუსი გიდი დადის და უტარებს რუს ტურისტებს. ანუ თვითონ ჩამოიყვანა ან რაღაც კომპანიამ ჩამოიყვანა, ის უფრო იაფად მუშაობს ვიდრე ქართველიან საქართველოს მოქალაქე გიდი. და რა თქმა უნდა, ემათ აწყობთ ეს და თან ნუ უყვება იმას რაც უნდა და რაც ხო, ეს ცალკე პრობლემაა და ამას შევეხოთ მოგვიანებით აუცილებლად. თქვენ მინდა რომ აგვიხსნათ პროცესი დეტალურად როგორია. როგორ მოდის მაგალითად თქვენ გადაწყვეტეთ რომ გიდობით, ასე ვთქვათ, გიდობას მიჰყოთ ხელი და როგორ გიკავშირდებიან ტურისტები. აი ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ და აი ამ ჯაჭვში სად შემოვიდა რუსი გიდი? რა ფორმით და ამან რატო შეგაფერხათ თქვენ? ესე იგი, ძირითადი მამუშავებელი ორგანო გიდისთვის არის ტურკომპანიები, რომლებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. საქართველოს ტურკომპანიები, მათ აქვთ თავისი გვერდი, რეკლამა გამოფენებზეც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნებში. და ნუ მაგალითად რუსული კომპანია უკავშირდებოდა აქაურ კომპანიას და აქ ადგილობრივი ტურკომპანიას თავაზობდა გიდს, თქვა ჩემ თავს შესთავაზებს, რომ ეს ჩაგიტარეთ ტურს. თქვენთან პირდაპირ კავშირი ტურისტს არ აქვს, არც სატელეფონო თუ სოციალური ქსელი. არ აქვს, ზოგ გიდს აქვს პირდაპირ თავის ქსელში, არ უნდა თქვათ მუშაობა ტურკომპანიასთან, აქვს თავისი გვერდი და მისი თქვათ შესაფერისი ტურისტი უკავშირდება. და თვითონ ასე ვთქვათ აგვარებს ტურს, შეუძლია თავისუფლად შესთავაზოს ტური, რომელიც ტურკომპანიამაც ვთქვათ დადო თავის გვერდზე, ან რაღაცა შეიძლება რაღაცა განსხვავებული შესთავაზოს. მაგრამ ძირითადად ტურ ოპერატორი კომპანია გიკავშირდება. ითვლება რომ სერიოზულად მუშაობს გიდი, როცა ტურკომპანიასთან აქვს კავშირი. და რუსების შემოსვლის შემდეგ რა შეიცვალა ამ პროცესში? ესე იგი, ხა დაახლოებით რო ვთქვათ, ნუ აი ვთქვათ 30-მდე კომპანია, ხო, ზოგი ცნობილი, ზოგი ნაკლებად ცნობილი ან პატარა კომპანიები იყო, მუშაობდნენ რუსულენოვან სეგმენტზე, რუსულ კომპანიებთან. ბოლო 2 წელი მაინც ეს კომპანიები ბევრი ან დაიხურა, ან სხვა სფეროზე გადავიდა, სხვა ენოვან ტურისტებზე, სხვა ქვეყნიდან, მაგალითად ისე რუსულენოვანზე, იმიტომ რომ აღარ უკავშირდება ეს რუსული კომპანია. ის რუსული კომპანია თვითონ უკვე თავის გიდს აგზავნის, წარმოადგენს მისი კომპანიის და თავის ტურისტებს ადგილობრივ, ვთქვათ, ობიექტებზე, სულ არ ჭირდება ეს ქართული ტურკომპანია. ბევრად უფრო იაფად გამოსდის. და იმ თავის გიდსაც ბევრად ნაკლებს უხდის, ვიდრე საქართველოს მოქალაქე გიდს. შესაბამისად ტურის ფასიც ბევრად იაფი გამოდის, ვიდრე მაგალითად თქვენი ტურის ფასიც ხარისხიც ბევრად უფრო ნაკლები არის, დაბალი არის. უბრალოდ შეიძლება იმ რუსმა ტურისტმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ ბევრად უფრო ხარისხიანი, როცა საქართველოს მოქალაქე უტარებს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი რამიც, ხო? და კიდევ ერთი რაღაცა არსებობს, წესით ყველა ქვეყანაში ესე უნდა იყოს. ადგილობრივი გიდი რატომ უნდა იყოს? ის გამოხატავს ქვეყნის სულს. ანუ რა არის ქვეყანა, ხო? მისი სულისკვეთება და აი როგორი არის, თქვათ, ამ შემთხვევაში ქართველი, ხო? ეს რუსი გიდი ამას ვერ გამოხატავს. ეს უნდა იყოს ადგილობრივი, თუნდაც ადგილობრივი რუსი, მაგრამ ნუ აი წლები რო აქ მუშაობს და გაქართველდა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს სულისკვეთება უნდა გესმოდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმში და ბევრი ასე ვთქვათ უცხოური კომპანია მიქარავს, როცა ადგილობრივს არ იყვანს. კი ბატონო. ლელა, თქვენ ახსენეთ, რომ აი კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ და ვიცნობდი, რაღაცნაირად გააქრნენ, აი და დაიწყეს სხვა სეგმენტზე მუშაობა. რაიმე ტიპის თქვენი დაკვირვებით სტატისტიკა შეგვიძლია ვთქვათ, ani თქვენი ვთქვათ გამოცდილებით, რამდენი იყო დაახლოებით, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა და ვთქვათ თქვენ გირეკავდნენ პერიოდულად და ახლა რამდენი დარჩა, ვინც რუსულენოვან სეგმენტზე მუშაობს? ნუ ახლა მე ძირითადად მაინც უფრო ფრანგულენოვან კომპანიებთან მუშაობ, ტურისტებთან, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ფრანგები არ ჩამოდიან, მაგრამ რუსები ჩამოდიოდნენ, სხვადასხვა სეზონი არის მათთვის. აი მაგალითად მარტში, ხო, იქ 8 მარტი, იქ დასვენების დღეებიც აქვთ. თუ რამოდენიმე წლის წინ, ხო, 1-2-3 კომპანია მაინც მირეკავდა, არ იქ ახო მარკცალია და ტურისტები ყავს რუსულენოვანი და რუსეთიდან. წელს მაგალითად საერთოდ არ დაურეკავს, არც შაშან სხვათა შორის.
ანუ თვითონ თავისი დინებით ჩამოდიან, თვითონ სხვათა შორის ტურისტსაც შეუძლია საიტზე მოძებნოს და იქ არჩიოს რომელი გიდი უფრო უნდა, ასე ვთქვათ, ფასის მიხედვით. და ის ტურ კომპანიებიც უკვე თვითონ წარმოებენ ამას ისე რომ აი მე ვერც ვიგებ როგორ ჩამოიყვანეს აქ ტურისტი. თქვენი კოლეგების შემთხვევაში, რადგან მაინც ასოციაციას წარმოადგენთ, ამიტომ მგონი შეგიძლიათ სხვების გამოცდილებაც რომ მოგვიყვანოთ. თქვენი კოლეგების შემთხვევაში რაიმე მათ საქმიანობაში შეფერხდა, ვინმე ვიცით, ვინც მაგალითად ან დაკარგა სამსახური, ან მოგება მკვეთრად შეუმცირდა იმის გამო, რომ რაღაცნაირად ჩანაცვლდნენ ისინი რუსი გიდები. ესე იგი, აი დაახლოებით, შეიძლება მეტიც არის, მაგრამ ეხლა მე როგორც ხედავთ, 3-4 კომპანია თუ დარჩა, ვინც უშუალოდ რუსებზე მუშაობს და კონკრეტული რამოდენიმე გიდი, რომელიც თანამშრომლობს ამ ტურ კომპანიებთან, ისინი მუშაობენ. მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა თუ თქვათ არის 20 რუსულენოვანი გიდი, აქედან აი შეიძლება 5-6 მუშაობდეს სისტემატიურად. ან ძალიან შემცირდა დანარჩენებს უკვე ძალიან გაურთულდა და ფაქტობრივად უმუშევრები დარჩნენ. კაპიტან ლელა, ან თქვენ თქვით რომ ისინი აქ უკავშირდებიან რუსულ კომპანიებს. ესეც რო აგვიხსნათ, რაიმე შერჩევის ერთგვარი მეთოდი ხომ არა აქვთ მაგალითად, ვის უკავშირდებიან რომ ჩამოდიან? რუსი გიდები ან რუსული კომპანიები. რაიმე მაგალითად მათ მიმართ კეთილგანწყობის ნიშანიც ხომ არ არის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება ერჩივნოთ თანამშრომლობა. როდესაც დაიწყო ომი და ამხელნაკადი იყო რუსების, ძალიან ბევრი რუსი დადიოდა ქართველი გიდების ტურებზე, უსმენდნენ როგორ ატარებენ რაზყვებიან, მე თვითონ დაიწყეს თვითნებურად და უკვე იციან, ანუ გაიცნეს საქართველო. დადიოდნენ როგორც ტურისტი, უბრალოდ გისმენდნენ. ნახეს თქვათ, აი საინტერესო ადგილია, რომელიც უფრო რაღაც პრორუსულია. იქ არუსები არ უყვართ, იქ ტურისტი არ უნდა მიიყვანო და მე თვითონ ჩამოყავთ ისეთ ადგილებში, სადაც პრინციპში სიმპათიით და განსაკუთრებული ნდობით სიყვარულით უდგებიან რუსებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომ აი უბრალოდ ნეიტრალურია, ტურისტია და მოჭ ყველა ტურისტი ერთია მისთვის, ხო? მაგრამ მაინც უფრო მიყავთ აი ისეთ ობიექტებზე, რომელიც უკვე შეამოწმეს და იციან, რომ იქ არაფერი არ მოხდება, რაღაცა თუნდაც ერთი სიტყვა არ იქნება, ისეთი, რომ აი რუსს ეწყინოს. დისკომფორტი რო არ შეუქმნან დამატებით მათ ტურისტს. და ეს განსაკუთრებით ჩანს აჭარაში. და შემდეგ უკვე თვითონ გახსნეს თავისი ბიზნესების, ააგენტოებიც, თავისი რესტორნები და ისევ ის ანუ რუსი ტურისტი ფაქტიურად აი რო ვთქვათ, აი რამდენი შემოდის, ვერ გაიგებ. ფაქტიურად არ არის რუსი ტურისტი. იმიტომ რომ ის ვინც რუსებთან ერთად დადის, ჩვენთვის ის ტურისტი არ არის. რუსი ტურისტი არის, როცა გიდი ყავს საქართველოს მოქალაქე და არის ბევრი გიდი მუშაობს, მაგრამ აი შედარება იმასთან რაც იყო ადრე, აი ძალიან მცირე არის. კონკრეტულად რამოდენიმე გიდი ვინც უკვე გამოცდილია და ვინცაც აგენტოები იცნობენ, აქაურები, ან ისინი მუშაობენ. მაგრამ ძალიან ბევრი მუშევარი დარჩა იმის გამო, რომ ეს ქაოტურად არის შემოსვლა რუსების. ქართული სულია წეგან თქვენ ახსენეთ და ეს საინტერესოა ამასაც რომ შევეხოთ. ერთი ალბათ რომ რას უყვები ფაქტებს, შინაარს, როგორ აცნობ შენი ქვეყნის კულტურას, ხო? ანუ თქვენ გიყვართ თქვენი პროფესია დარწმუნებული ვარ და ალბათ რაღაც ენთუზიაზმით ყვებით ბევრ გამოჩენილ ქართველზე თუ რაღაც საამაყო ისტორიაზე. ეს ხო არის ალბათ გიდის პროფესიის ნაწილი, ხო? და ეს იზიდავთ ალბათ ტურისტებს რაღაც განსაკუთრებული ისტორიები. აი შინაარსზე რა ვიცით? რას ყვებიან ეს რუსი გიდები, როცა ჩამოჰყავთ რუსი ტურისტები? რას ყვებიან ისტორიაზე, ომებთან დაკავშირებით, თუნდაც უახლეს ისტორიაზე, ან იმაზე, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში? ხო, ну, ვთქვათ მაგალითად იმ რუსმა გიდმა შეიძლება უთხრას, რომ აი ხო ხედავთ ქართველები ისევ ჩვენსკენ არიან, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ეს სახელმწიფო ძალიან ბევრ სხვათა შორის აქვს და შემჩნეველი სხვათა შორის საქართველოს მოქალაქე გიდებიც, აი მე-19 საუკუნიდან იწყება აყვავება საქართველოს, იმიტომ რომ რუსეთი გაჩნდა და ყველანაირად ესე იგი რაც კი შეიძლება დადებითი თქვან, ის რაც უარყოფითი რა თქმა უნდა, საერთოდ არ ანახსენები მთელი ამ ისტორიის განმავლობაში რაც ხდება
ხდებოდა, ხო ეს მარტო გუშინ ხო არ მოხდა და თქვა 2008-ში არ იყო ხო და 90-იანში მე-19 საუკუნეში, უმცირე მე-19 საუკუნიდან მოდის ეს პრობლემა, ხო? რა თქმა უნდა, იტყვიან რომ აი საქართველოს გთხოვა დახმარება მე-19 საუკუნეში და დავეხმარეთ და ნახეთ რა უმადურები არიან ეხლა და აი ეხლა ხო ხედავთ აი რა კარგია მოსახლეობა ჩვენ მოგვიბრუნდა და რუსეთი საქართველოს ჩვენია, მოკლედ ეს სხვათა შორის მარტო რუსებს არ ახასიათებს, ბევრ სხვა ისტორიულ ასე ვთქვათ, ნუ ასე ვთქვათ მტერს. თურქებიც ამბობენ საქართველოს ჩვენია, ირანიც. ამიტომ რუსებისგან არ გვიკვირს ამას რომ ამბობენ, მაგრამ რუსებისგან გვესმის, ხო? მათი ენა ხო გვესმის და ბევრჯერ ყოფილა რომ ადგილობრივი გიდი შეკამათებია და დამალულა ის რუსი გიდი. ხო, ანუ ერთგვარი პროპაგანდისტების როლი შეითავს ეს ასე ხედავთ თქვენ ამას? ნამდვილად, კი. ძალიან საშიშია, როცა აი სუფთა რუსი გიდი ატარებს, ასე ვთქვათ, ტურს და რას უყვება ტურისტს და არავინ არ იცის. კი ბატონო, თქვენ თუ გქონიათ რაიმე გამოცდილება პირადად, რომ მაგალითად დისკომფორტი შეექმნა რუს ტურისტს და რაღაცაზე ან შეგეკამათათ, რომ ეს ასე არ არის, ან შეატყვეთ, რომ დიდად არ ესიამოვნა, რაღაც ვთქვათ, მკვახედ ნათქვამი მათ სამშობლოზე. ეხლა რა შეასაქმე, გიდი საერთოდ არის დიპლომატი, ელჩი. ამიტომ თუ რამეს ვახსენებთ, არ ახსენო არ გამოვა, ეხლა მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ხო ისტორიას. როდესაც ვახსენებთ აი იმ მომენტებს ისტორიაში ურთიერთობის ხო რუსეთთან, ყოველთვის არის რა ესეთი რომ ვახსენებთ, რომ აი არასწორად მოიქცა რუსეთი, თქვათ ხო, თუნდაც რბილად რომ თქვათ, ხო? აი ეს პრობლემა შეექმნა საქართველოს ამის გამო, თქვათ მე-19 საუკუნეში იქნება თუ მე-20-ში, ხო, პოლიტიკა არის იმპერიის ასეთი და თუ თქვათ რაღაცა არის ხოლმე რომ აი ჩვენ ხო დაგიცავით და აი თლად შეიძლება ისე უხეშადაც არ გითხრას. მაგრამ ამ დროს უნდა ყოველთვის გქონდეს შემზადებული სწორი ინფორმაცია. რო არ თქვან რომ აი თქვენ გადაწერეთ ისტორია, თქვენებურად ხსნით ამას. გიდი უნდა იყოს შემზადებული ამისთვის აუცილებლად და შვიდა წყნარად თავხსნას, რომ აი ნახეთ ესეთი ფაქტი არის. ეს იყო იმპერიის ინტერესებში ყოველთვის და ამიტომ არის ეს ბუნებრივია რომ რუსეთმა ეს გააკეთა, იმიტომ რომ იმპერია იყო და მაგრამ ჩვენ დავზარალდით. და ეს ზარალიც აი მორალური ზარალი პირველ რიგში, ხო? ესეც უნდა აუხსნას, აი როგორც მაღალ დონეზე რა, გიდმა, რომ აი ვერ შეეკამათოს რუსეთმა. ალბათ დადასტურებული ფაქტებით, სტატისტიკით და ერკვევი ამ საქმეში. ეს აუცილებელია რუს ტურისტთან განსაკუთრებით. კაპიტან ლელა, მომიკრია ყურიოვან თქვენ ან ჩემს კოლეგასო და ვიცი რომ შეეკამათა გიდი და ან გვესმის რუსების ენა შეიძლება არ საუბრობთ პრინციპის ამბავია, მაგრამ ვიგებთ რომ ისინი ამახინჯებენ რაღაც ისტორიას და შეიძლება ომებთან დაკავშირებით მოყვნენ რომ რაღაც ჩვენ დავიწყეთ ომი ან მოკლედ სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია ოკუპანტ ქვეყანას ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში თქვენ რა გსმენიათ კონტროლი როგორ ხდება შინაარსის, რასაც ისინი ყვებიან. გულისხმობ სახელმწიფოს მხრიდან. რაიმე ტიპის რეგულაცია დაგვირვება, ზედამხედველობა იმაზე, რომ ვაი და ესენი რამეს არასწორს ხომ არ ამბობენ. გეცინებათ ხო, მაგრამ ხო, რეალურად თქვენ რა იცით ამაზე? დღესდღეობით არ არსებობს არანაირი კონტროლი, მით უმეტეს მთავრობის მხრიდან. იმიტომ რომ კანონიც არ არსებობს ესეთი რომ აი გაიგე რომ თქვათ არასწორად ამბობს და შენ უნდა ან დააკავო ან შენიშვნამისი ან დააჯარიმო არ არსებობს ამის კონტროლი. თვითონ ადგილობრივია შეიძლება ისე მაცხოვრებელმა თუ გაიგო რაღაცა თქვათ მტკიცება დაუწყოს რამის ხო ან ისე აი გიდმა თქვათ არასწორ ინფორმაციას გადმოსცემთ პატივცემულო ხო რამის გავსი და შეასწოროს, მაგრამ როგორც ასეთი კონტროლი ამისი ახლა ხანდახან ისე არის, რომ ვერც გაიგებ რას უყვება, ხო? ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამას ნებისმიერ გიდს, მით უმეტეს ახლა რუსულენოვანსაც როგორც ასეთი კონტროლი არ არსებობს. მაგრამ აი თქვათ შინაარსის
და რაღაც ამ პროპაგანდისტული ნარატივების კონტროლზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტია, როცა ის სტატისტიკა პრობლემა, ოფიციალური მონაცემები თუ რამდენი რუსი გიდი ყავს საქართველოში, რამდენი რუსი ტურისტი წაიყვანეს პირდაპირ მათ და ისინი არ წავიდნენ ქართველებთან, აი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც წესით უნდა ზრუნავდეს, რომ ხელი შეგიწყოთ, ხო, ამ სფეროში ქართველ გიდებს. ამ მიმართულებით რა ვიცით? რა სტატისტიკას აწარმოებენ და მე რაღაც ზომებს დგამენ, თქვათ ამისთვის, იმიტომ რომ აი ოფიციალურად ჩვენც აი ამ თემაზე მაგალითად ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებთ და იქაც ოფიციალური სტატისტიკა რომ მოვითხოვეთ, საქსტატმა მოგვაწოდა, ну იმ რიცხვებში ჩანს პრინციპში, რომ აი ომამდე დაახლოებით 2019-21 წლებში საშუალოდ 6, 8, 9 ეს რაოდენობა იყო, როდესაც ЧПС-ები და ინდმეწარმეები რეგისტრირდებოდნენ ტურიზმის სფეროში. მაგრამ 2022 წელს მაგალითად გაჩნდა 25, 2023-ში 30-ზე მეტი ასეთი კომპანია და ну აქ თვალსაჩინოა პრინციპში სიტუაცია, მაგრამ ეს არის ზოგადი მონაცემი, ხო? აი რა ვიცით კონკრეტულად მაგალითად გიდებზე, ან თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე სტატისტიკა, გამოითხოვეთ მოგცეს ან რაღაც ამდაგვარი. არა, სამწუხაროდ სტატისტიკა როგორც ესეთი არ არსებობს სინამდვილეში, რამდენი თქვათ რუსულენოვანი გიდი მუშაობს, იმიტომ ხო გეუბნებით, აი ძალიან ქაოტური არის რა ეს მოძრაობა, ამის შემოწმება შეუძლებელი არის. თუ რაღაცა სპეციალური თქვათ არ გამოიყო ეს ორგანო, რომელიც ამას აი დაითვლის თქვათ ადგილებზე, ლოკაციებზე და ისე შემოწმდება. უბრალოდ ისიც არის, რომ ძალიან იკლო ტურისტმა, თუნდაც იგივე რუსმა ტურისტმაც იკლო და ну აი პრინციპში დათვალს აზრი არ აქვს ტურიზმი ფაქტიურად შეჩერებული არის საქართველოში. მაგრამ აი კონტროლისთვის მაგალითად სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ, გჭირდება ეს მონაცემი, რას მოგცემ და შემდეგ თქვათ პრობლემის მოსაგვარებლად. იგივე მაგალითად იმის გასაკონტროლებლად, შემთხვევით ხომ არ გააქრო რაღაც ქართული ბიზნესი, დაასუსტა რაღაც მისი კოლეგა, გაუწია კონკურენცია და გამოვიდა ისე რომ ისინი ხეირობენ და ჩვენები ზარალდებიან. აი ამის სამართავად რაღაც სტრატეგიის გასაწერად ეს სტატისტიკა საჭირო არის ესეც რომ გაიგოს ჩვენმა მსმენელმა. შეიძლება იფიქრონ რომ არ არის და არც გვჭირდება, თქვენ როგორ ხედავთ ამას? კი, აუცილებელი არის სტატისტიკა, რომ თვითონ მთავრობამაც რა ნახოს, რომ თურმე მართლა ეს ჩვენი ადგილობრივი გიდები საკმაოდ უმუშევრად რჩებიან. ბევრჯერ ქონდა შეხვედრა ტურიზმის დეპარტამენტთან და ნუ შეგვეძნე რომ რამეს შეიმუშავებენ ისიც რომ გააკონტროლონ, რომ თქვათ აი ის ვინც მართლა არ ფლობს ისტორიას, ხო, თქვათ არასწორად ყვება, ის რაღაცნაირად უნდა გააკონტროლდეს. აი როგორ მაგალითად რა გითხრეს, რომ აი პირველ რიგში, ну ესე იგი როგორც ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე უცხოელს ეხება დარეგისტრირება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს მცირე მეწარმეთან, ну რეესტრში, როგორც გიდი. და შემდეგ, ანუ ამათ უცხოელი გიდების კონტროლიც, პრინციპში ყველა გიდის რაღაც საერთო კონტროლი უნდა იყოს, აუცილებლად უნდა კონდეს საბუთი, გაცემული ადგილობრივი ორგანოთი. სერტიფიკატი, ან ну რამე ისეთი სერიოზული დამადასტურებელი, იმიტომ რომ სერტიფიკატი არ არის სავალდებულო. უბრალოდ სერტიფიცირებულ გიდს უფრო მეტი პრივილეგია აქვს. და ნუ მთავრობაც გვირდება რომ აი ამას გავაკონტროლებ და თუმცა მთავრობას უნდა რომ რაღაც აი უფრო სავალდებულო გახადოს ეს სერტიფიცირება. ან შეიძლება რაღაცა ისეთი მსგავსი საბუთი იყოს, არსებობდეს, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ გიდმა ნამდვილად გაიარა რაღაც კურსები აქვს საქართველოს ისტორიის თუ გიდის პროფესიის და აქვს უფლება ჩაატაროს საქართველოში ტური, ვინაიდან რაღაც დონეზეც ფლობს ქართულს. აი ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოთხოვნა, რომელზეც მთავრობამ გითხრა, ჯერჯერობით ენას ვერ მოვთხოვთო, მაგრამ მომავალში რაღაცას ისეც მოვიფიქრებთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ეს. რატომ ვერ მოვთხოვთ? ახლა არ ვთქვამთ. ანუ ესეთი რაღაცა აგვიხსნეს, ეს კიდევ ომამდეც იყო მე მგონი ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გიდი წუხდა, მოითხოვდნენ მთავრობასთან შეხვედრას, რომ აი ნელა მოდიან ეს უცხოელები დაატარებენ ჩვენს მაგივრად და რუსულენოვან სეგმენტს ეხებოდა განსაკუთრებით და რაღაცა შეფერხება რო კონდეთ მათ და ესე ერთ არ ეშობდნენ ასე ვთქვათ. და პირველ რიგში მოთხოვეთ, რომ აი ქართული რომ უნდა იცოდეს.
იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეთი მოთხოვნა არის, რომ აუცილებლად გიდი პირველ რიგში გარდა იმისა, რომ საბუთი აქვს, რომ აქ უფლება ჩაატაროს, ენას უნდა ფლობდეს იმ ქვეყნის რაღაც დონეზე მაინც. როდესაც ეს მაგალითებიც წარვადგინეთ ტურიზმის დეპარტამენტს, ნუ იქ ესე შეგვატყობინეს, რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ქვეყანა არ არის იმ დონეზე, რომ მოსთხოვოს უცხოელ გიდს, რომ ენა იცოდეს, ანუ ამას სჭირდება განვითარება და ეტაპობრივად ყველაფერს ერთად ვერ ვოთხოვთ. რა მაგალითებია მაგალითად რა სხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც შეიძლება რომ ჩვენ მოვიწონოთ და გადმოვიტანოთ და რაღაც ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონოთ, რა მაგალითები შეგიძლიათ რომ ნუ მოიყვანოთ? მაგალითად ძალიან ბევრი გიდს მოყავს მაგალითი, სხვათა შორის ჩვენი გიდები, ვინც ატარებენ ტაოკლარჯეთში და კაპადოკიაში, ხო, ტურებს. ანუ ქართველები, ქართველი ისინი გიდები რასაც ქართველებისთვის ხედავენ, აქედან რომ ქართველებს, ხო, მიჰყავთ, ხო? თურქეთში, ხო? ესე იგი აუცილებლად უნდა კონდეს საბუთი, რომ აქ უფლება რომ ჩაატაროს. თურქეთში ტური და თუ თქვათ ის აი საბუთი არ აქვს, მაშინ უნდა ყავდეს თურქი გამყოლი. რომელიც იტყვის, რომ კი ნამდვილად ეს გინდის ანდოა, სწორი ინფორმაციას აძლევს, იმიტომ რომ საკმაოდ ну, რაღაც სპეციალური განყოფილება არის ალბათ პოლიციის, რომელიც აკონტროლებს ამას ბევრ ტურისტულ ადგილას თურქეთში. აი პოლიციის მიერ კონტროლი როგორ წარმოგიდგენიათ? ან როგორია რო აბლექსთან უფრო უნდა დეტალურად? იყოს, აი მაგალითად როგორც სკოლებში იყო ჩვენთან მანდატურები. აი რაღაც მსგავსი პიროვნება, მანდატური შეიძლება იყოს, რომელიც აი თქვათ ამ ლოკაციაზე იმყოფება და როდესაც შედის თქვათ ტერიტორიაზე უცხოელი გიდი, ალბათ ნუ საბუთს მოსთხოვს, აბა რა უფლებით ატარებ, ხო? ან უბრალოდ უნდა ეკიდოს გიდს ეს თავისი ბარათი, სადაც ჩანს უკვე რომ მას აქვს უფლება ჩაატაროს აქ ტური. საფრანგეთის მაგალითი ავიღოთ. საფრანგეთში უცხოელი ვერ ჩაატარებს, ეს კი არა, ერთი რეგიონიდან, ხო, თქვათ სამხრეთის რაღაც პროვინციიდან არის გიდი, ის ვერ ჩაატარებს პარიზში, ფრანგი. პარიზელი გიდი უნდა იყოს, იმდენად მკაცრად არის ეს ადგილობრივებშიც და უცხოელმა რო ჩაატაროს, აუცილებლად უნდა კონდეს საბუთი, რომ ნამდვილად იქაური საბუთი თან საფრანგეთის. რა თქმა უნდა, ენას უნდა ფლობდეს და აი რომ უფლება აქვს, რომ ჩაატაროს ფრანგულად, პროცესა საფრანგეთში ქართველებისთვის, ვთქვათ, ტური, ხო? და ძირითადად ეს არის ხოლმე, ნუ ხა იქ მაგალითად სერტიფიკატი არის. ანუ სერტიფიცირებული უნდა იყოს. ზოგადად სერტიფიკატი სავალდებულო არ არის. არ არსებობს სერტიფიკატი, რომ იყოს სავალდებულო, მაგრამ ნუ ახლა თუ შენ ტურისტი თუ ხარ გიდების ასოციაციის წევრი, უბრალოდ საბუთი მაინც გაქვს, რომ ხარ ამ ასოციაციასთან კავშირში და ის გაძლევს ამის პრეროგატივას, რომ ჩაატარო და თუ სერტიფიცირებული ხარ, ესე იგი ძალიან მაგარი პროფესიონალი გიდი ხარ. და ჩვენთანაც ამას ეს მოთხოვნა გვაქვს ზუსტად ასოციაციის მთავრებისგან, რომ ეს სერტიფიცირება გახდეს ძალიან ისეთი საინტერესო გიდისთვის, რომ დაინტერესდეს, ჩვენ თვითონ ვატარებთ სერტიფიცირებას და ну, ველოდებით რომ აი ეს გამოგვივა ისე რომ თავრობა აღიაროს ჩვენი სერტიფიცირება. კაპიტან ლელა, ეს აუხსნათ კარგად, რომ არ იყოს დამაბნეველი, ვინც გვისმენს, რატომ მოაგვარებდა სერტიფიცირება იმ პრობლემას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. აი მაგალითად, რა მოხდებოდა რუსი გიდი, რომელიც შემოდის რუს ტურისტთან ერთად, მას უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, მაგალითად, თქვენი ასოციაციის მიერ გაცემული? ან თქვენგან რაღაცა უდდეს ქართულ ენას. ხო, ანუ ორივე ერთად უნდა იყოს. ან თქვენი სერტიფიკატი ნიშნავს, აი რაღაც გამოცდა გაქვთ წინასწარ თეორიული მაგალითად და გვაქვს სპეციალური ტრენინგი. გამოცდილია თუ გამოუცდელია გიდი ყოველთვის გადის რაღაც გარკვეული პერიოდის ტრენინგს, რომ იცოდეს რა მოეთხოვება გიდს, რისი უფლებები აქვს. რა შეიძლება და რა არ შეიძლება რომ გააკეთოს და თუ დაარღვევს რა პასუხისმგებლობა ეკისრება და შემდეგ აბარებს გამოცდას და თუ კარგად ჩააბარა გამოცდა, ეძლევა სერტიფიკატი, რომ ის არის სერტიფიცირებული გიდი. ჩვენი სერტიფიცირება ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას, ანუ არსებობს ესეთი ფედერაცია გიდების ასოციაციების, რომლის წევრიც ვართ ჩვენ. და იქ უკვე გაწერილი არის, აი როგორი უნდა იყოს გიდი, რა არის გიდის პროფესია. ეს უკვე თავის შეცდომებზე, გამოცდილებაზე, უკვე წლების განმავლობაში, როცა გაიარეს ამ სხვადასხვა ქვეყნის გიდებმა, ჩამოაყალიბეს ეთგვარი, ესე ვთქვათ, წესები, რაც ეხება გიდს, ვინ არის გიდი და ამის მიხედვით მივყვებით ჩვენს.
ყოველთვის კავშირი გვაქვს დიახ. ამ ეს ფედერაციასთან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დააზღვევდა მათ შორის აი რუსი პროპაგანდისტების შემოსვლის აუცილებლად. რისკებსაც და ისინი ესე აუცილებლად დაასრულდა კი, ვეღარ რადგან იტყოდნენ, რაც მთავრობა აწყობთ იმას. ასე ვთქვათ, გვპირდება, რომ ჩვენ გვექნება აი სერტიფიცირებულებს ექნება უპირატესობა, და ვისაც არ ექნება სერტიფიცირება, უფრო გაკონტროლდება, სავარაუდოდ აი ის რუსეთის მოქალაქეს აქაური სერტიფიკატი თუ არ აქვს, ესე იგი, ან სხვა საბუთზეც არის საუბარი, მაგრამ უფრო სერტიფიკატი უნდა კონდეს მაინც, რომ უფლება ჰქონდეს, რომ ჩაატაროს აქ ტური. ეს დაპირება დაახლოებით როდის იყო, რატო გავიდა იქიდან და შესრულების პირი უჩანს თქვენი დაკავშირებით? ანუ ეს ნენელა მიდის ეს პროცესი, საკმაოდ დიდ დროს მოიცავს, ვიცი, 3 თუ 4 წლის წინ დავიწყეთ, მე მგონი უფრო მეტიც ამაზე საუბარი. აი განსაკუთრებით ეს არეული სიტუაციები რო არის ჩვენ ქვეყანაშიც და გარშემოც. და ანუ ესე იგი პირველი რაც უკვე შეიტანეს კანონ პროექტში სხვათა შორის ესეც ეწერა რომ ენას უნდა ფლობდეს ქართულს მე რატომღაც ამოიღეს ნოდითო ჯერ არ მოვთხოვთ უცხოს ამასო მაგრამ ნუ ეხლა მიდის პროცესი დარეგისტრირების და 2027 წელს უნდა დამთავრდეს საბოლოოდ და შევიდეს კანონი ტურიზმთან დაკავშირებით და ნუ მათ შორის ის რაც ეხება გიდებს და იქ არის ისეთი პუნქტები, რომელიც, ნუ, მთავრობა თვლის, რომ არც ისე გაუადვილდება უცხოელს, რომ შეასრულოს. ნუ ისე აი კონკრეტულად სერტიფიცირებაზე არის საუბარი. ან მაინც იმისკენ აქვს მთავრობას გეზი, რომ უნდა იყოს სავალდებულო და თუ არა აქვს სერტიფიკატი, მაშინ ნუ უკვე ან დაჯარიმდება, ან უკვე რაღაცა სხვა ხერხს მიმართავენ. ხო, თუმცა 2007 წლამდე 27 წლამდე ეს პროცესი ასე უკონტროლოდ გრძელდება, ესე გამოდის. ჯერჯერობით ხო, ანუ კონტროლი ამოწყალდებიან ზარალდებიან ქართველი გიდები. კაპიტან ლელა, იმის გარდა, რომ ჩვენ ვახსენეთ რუსების შემოდინების შემდეგ, როგორ დაზარალდა თქვენი სექტორი, თქვენმა კოლეგებმა დაკარგეს სამსახური და ასე შემდეგ, რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე, რაც გამოიწვია შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. რუსების შემოსვლის და უკრაინის ომის გარდა, ის რაც ხდება თბილისის ქუჩებში, მასობრივი საპროტესტო აქციები, ის რომ ვთქვათ გაურკვეველია და რაღაცნაირად გადავუხვიეთ ჩვენი დიდი ხნის ისტორიული გეზიდან და ამას იგებს ვთქვათ უცხოელი იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან რომ ჩამოდის ან ჩვენი პარტნიორი სხვა ქვეყნებიდან ხო? აი ამ შემთხვევაში თქვენ რაც ცვლილებას ხედავთ აი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე? შემცირდა ტურისტი ან არ შემცირდა, მაგრამ ჩამოდიან და ეშინიანთ და თქვენთან წუხილს გამოთქვამენ თუ აი ეს რო აგვიხსნათ? ესე იგი ნახეთ, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილება ისეთი შეექმნათ ევროპელს, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა, აღარ გვინდა. ამიტომ თვითონ მედიაშიც ეგ წერია, რომ ეს არ არის სანდო ქვეყანა, ანუ საერთოდ თუ მიმართავს, ახლა არის ძალიან ბევრი, ზოგადად ევროპელი არის ცოტა მშიშარა. ყოველთვის უყურებს, რას ამბობს მთავრობა, ღირს თუ არა იმ ქვეყანაში წასვლა. ნუ მაგალითად ფრანგი, ესპანელი, ვთქვათ, ესპანელი და იტალიელებს კიდე როს ფრანგი მაგათი შიშები არიან. და უყურებენ რა წერია გაზეთში. იქ წერია რომ აი მიტინგებზე ხალხს იჭერენ, ჟურნალისტებს იჭერენ, შეიძლება უცხოელის დაეჭირონ, ამიტომ ნუ მიდიხართ. ახლა იმათმა ხო არიციან რომ მთელ ქვეყანაში პრინციპში ახლა ჩვეულებრივ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება უცხოელს, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ უკვე თulis რომ ეს არ არის ანდო ქვეყანა და ის ჯგუფები რომელსაც აი მასიურად ველოდებოდით და რომელიც ასე ვთქვათ აი 15, 20, 25 კაცი ხო ევროპელების ის ძალიან ცოტა შეიმჩნევა. ანუ ისეთ იმდენი ჩამოდიოდა კოვიდამდე რა თქმა უნდა უფრო მეტი იყო, მაგრამ 21-შიც 22-ის და აი მოლოდინი იყო, საკმაოდ ბევრი ევროპული ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო სხვადასხვა ქვეყნიდან. და ევროპელი ტურისტი ანუ ფაქტიურად ხა რაც არ უნდა დაგვამშვიდოს მთავრობამ რომ არაუშავს აი ჩინელი ჩამოვა, ტაილანდელი მართლა ჩამოდიან, ხა ტაილანდელი, არაბული ქვეყნებიდან, ინდოელი ეს არ არის ნამდვილი ტურისტი. ნამდვილი ტურისტი არის ევროპელი, ამერიკელი და ავსტრალიელი. რომელიც ტოვებს ფულს. ნამდვილ ტურისტს, ეგრევე ვთქვათ, ვიღაცა იტყვის რუსიც ხო ტოვებს. ხო, რუსი ახლა ნუ შეიძლება იქ რაღაცა იაფიანი რაღაცა იპოვოს, იქნება უფასოთი იყოს, იმიტომ რომ ბევრს უფასოთს თავაზობენ. რაღაცა დეგუსტაციას, რაღაცა ეს მარანი არის, რომელიც აი განსაკუთრებით პრორუსულია და პატივცემს რუსებს, ასე ვთქვა და შეიძლება ბევრი რამ უფასოდ გავაკეთოს, ანუ რუსი არის ორიენტირებული უფასოზე.
ახლა უფასო ყველას მოსწონს რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპელს სჭირდება ხარისხი. აი ეს სხვაობა არის რა, ევროპელს უნდა ხარისხი. და როცა გარკვეული ასაკის განათლების უცხოელი ჩამოდის, ხო, მას ჭირდება კარგი პროფესიონალი გიდის, რა თქმა უნდა, ახლა არც თავის კი წამოყოს, თუ წამოიყვანს უბრალოდ რომ რაღაცები აუხსნას დამატებით. და აკაური ჭირდება რა, რომელიც აი ყველაფერს დეტალურად აუხსნის, ნებისმიერ კითხვაზე გასცემს პასუხს. ანუ პროფესიონალი გიდი უნდა, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული უფრო. და ვთქვათ, აკაურ სააგენტოსაც კარგად გადაუხდის, ვისთანაც კავშირშია მისი სააგენტო, ხო, ვთქვათ, უცხოური გიდსაც, რა ვიცი, მძღოლსაც პატივს სცემს. ну აი არსებობს ესეთი რაღაცა, რასაც tips ვეძახით, ხო, საჩუქარი. ეს არ არსებობს არც რუსებში, ჩინელებში ძალიან იშვიათად, რა ვიცი, აი ძალიან მცირე შეიძლება იყოს აზიურ ქვეყნებში. ну არაბი და ინდოელი არაფერს არ გაჩუქებს. ასე რომ არა მარტო ჩუქნის, ხო, თქვათ რაღაცა აი სამადლობელოდ, ხო, გიდს დამძღოლს, არამედ კარგადსაც იხდის. იქ სასმელსაც ძვირიანს იყიდის თუ საჭიროა, ხო? რაც ნუ ეკონომიკისთვის არის დადებითი ეს ანუ ნამდვილი ხარჯველი ფულის არის ევროპელი, ამერიკელი და ავსტრალიელი. ну ეს განსაკუთრებით ამერიკელებს და ავსტრალიელებს ძალიან უყვარდათ ჩვენ ინგლისურ რომან გიდებს, იმიტომ ძალიან საყვარელი ხალხი მოდიოდა ყოველთვის. ეხლაც არიან, მაგრამ ძალიან შემცირდა, აი ძალიან. აი ბოლო პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, აი ბოლო მოვლენებს უკავშირებთ თქვენ? ძირითადად ეს ბოლო მოვლენებთან არის დაკავშირებული, კი. ну გარდა იმისა, რომ მათ სახელმწიფო ამბობს, რომ საშიშია, იმიტომ სიაში ვართ ისეთში, რომ აი საშიში ქვეყანა ვართ. ასევე ну ის ხალხი ფიქრობს, მოდი მოვიცდი, აბა იქნებ გამოსწორდეს, ანუ აღარ წავალ იქ, სხვაგან წავალ. თქვენ პირადად გსმენიათ ასეთი ისტორიები? ან ხო არ იცნობ თუ იმეს პირად კომუნიკაციაში ტურის ევროპელს ხო არ უხსენები? აი რატომ არ ჩამოდის მაგალითად? ან პირადად გაქვთ ამის გამოცდილება? ამის ეს კი რა თქმა უნდა უთქვამს ჩემთვის ტურის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საერთოდ არ იციან სად არის საქართველო. რეკლამა არ ხდება და სხვათა შორის აი ეს საიდან იყო ეს ადამიანი, ვინც არის? საფრანგეთიდან, ну მე ძირითადად ვთქვათ საფრანგეთი, ბელგია, ხანდახან ფრანგული კანადა. უბრალოდ აი შემთხვევით სადღაც გაიგო, რაღაცა ნახა ფილმი ან რაღაც გადაცემა და აი დაინტერესდა და წამოვიდა, მაგრამ როდესაც მოდიოდა, რო თქვა რომ საქართველოში მოდიხო, ხო საშიშია. იქ ესეთი რაღაცები ხდება. ну ეს თვითონ სამწუხაროდ ეს მედიას პროპაგანდაც არის, იქ რა თქმა უნდა. მაგრამ ну იქ აწყობილია იმაზე, რომ თუ შენ არ ახარ, ანუ იყავი ევროპული და უცბად არ გახდი პროევროპული, ესე იგი საშიშია, შენ თან რუსები შემოდიან და აი ბევრი მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყანა არ შემოდის, უფრო მეტი იყო ბალტიელი ტურისტი ადრე, ვიდრე ახლა არის. პრინციპულად უარს ამბობენ, რადგან აქ ამდენი რუსი არის. პოლონელებიც ძალიან შემცირდა პოლონური ჯგუფები, აი სადაც ამდენი რუსი არის, არ გვინდა. ძალიან კარგი ტურისტი იყო სკანდინავიელი, ისიც ესე იგი აი პოლიტიკური ვითარების გამო, ну არ ჩამოდის. და ასევე კიდე ну ეს ფაქტი პრინციპში ძველი პერიოდიდან მოდის, რომ რეკლამა არ კეთდება ქვეყნის. ну ადრე იყო ესეთი რაღაც გამოყოფილი, იქ BBC-ზე, CNN-ზე იყო საქართველოს გადაცემები. ეხლა რა თქმა უნდა ვერც მოთხოვ ამას, აბა თუ ევროპა არ გვინდა, ვინ გააკეთებს იქ ჩვენს რეკლამას. და ამიტომ ინფორმაციაც ნაკლებია ქვეყანაზე, რეალურად რა არის აქ საინტერესოც ანახავი და აი ნუ უფრო უარყოფითია ინფორმაცია ისმის სამწუხაროდ. ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმეა. არა, თქვათ ვიდეო როლების სარეკლამო ტურიზმის რეკლამა, ტურიზმის ადმინისტრაციის საქმე და ეკონომიკის სამინისტრო. კი ბატონო. კაპიტან ლელა, მესმის რომ შეიძლება რთულია, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს თუნდაც აქედან გამოსავალი. აი ვთქვათ, რომ წარმოიდგინოთ იდეალური დღე, რომ ეს როგორც ჩემთან საუბრობ, ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა დაგიბარათ გიდები, კვალიფიციურები და გითხრათ, რომ აი ვხედავთ, რომ ახლა ეს სიტუაცია არის, მაგალითად ამდენი რუსი შემოვიდა, თქვენ სამსახურს კარგავთ. ну ევროპული
გეზის დაბრუნება მათ პრეროგატივაში, ამიტომ ამას ალბათ არ გეტყვიან, რომ აი ევროპელები აღარ ჩამოდიან, იმიტომ რომ აქ ბევრი რუსია, მაგრამ აი რომ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცამ მოკლედ კითხათ აზრი, რომ აი რა გავაკეთოთ, გითხარით და ჩვენ მზად ვართ რომ გავაკეთოთ. აი ეტაპებად თუ შეგიძლიათ რომ წარმოგვადგენოთ, აი ამ ყველაფრიდან რაც ვისაუბრეთ, გაწუხებთ და გიქმნით რეალურად კრიზისს, რა არის გამოსავალი, რა უნდა გაკეთდეს, თქვათ მოკლედ და გრძელვადიან პერსპექტივაში. ну ალბათ ისე იმას ვიტყვი რომ აუცილებლად პირველ რიგში რომ ყველა უნდა იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული ეს უცხოელიც ვინც მუშაობს აქ და აუცილებლად უნდა აი ყველაზე ალბათ ესეთი ეფექტური რაც შეიძლება იყოს რა აი უცბად შეეტყობა უნდა შემოწმდეს რამდენად ფლობს ქართულ ენას და თუნდაც გამოცდები ჩაუტარდეს აი ამ უცხოელებს, ვინცაც ჩვენ კარგი გიდები ვარ და ვატარებ, მაშინ გამოცდა უნდა ჩააბარონ საქართველოს ისტორიის, ქართული ენის და უკვე აქვე გამოჩნდება ვინ დარჩება და ვინ არ დარჩება და ვინც ვერ ჩააბარებს ამას, ხო, ვერ გაივლის, თქვა რაღაც ეტაპს, მათ უნდა აეგრძალოს. აეგრძალოთ ისე რომ აი თუ სხვაცადმე ატარებს, აუცილებლად უნდა იყოს აი როგორც ასე ვთქვათ, მოდერატორი, ხო, ვინც აკონტროლებს, ვთქვათ, ვინ შემოდის, ვინ გადის ტურისტულ ობიექტზე, მან უნდა შეამოწმოს, შეიძლება, ვიცი, ხო, თუ შეიძლება ეს რაღაც გააკეთოს, რაღაცა სიაც იყოს, იმიტომ რომ ტურიზმის დეპარტამენტს მაგალითად ჩვენი გიდების მეტნაკლებად ინფორმაცია აქვს. აი უცხოელი გიდებისაც, ხო, ახლა სისტემატიურად რო ჩდებიან. ნუ ახლა ერთხელ რო ჩაატარა, შეიძლება ახლა უბრალოდ წამოყვა და ჩაატარა არა უშოს, მაგრამ თუ სისტემატიურად ატარებს, ის უნდა იყოს. რა აი ამ სისტემაში ჩანდეს და რამდენად გაიარა ეს ეტაპები, ხო, შემოწმდა, თქვათ, აკრძალული აქ ჩატარება, არ აკრძალულებ, ვინმე უნდა იყოს ეს მოდერატორი, ვინც შეამოწმებს და აუგრძალოს და აჯარიმებს, დაჯარიმება არის ყველაზე კარგი ვარიანტი. ქართველი გამყოლის ვალდებულება შეიძლება იყოს ქართველი გამყოლი არის აუცილებელი, როგორც აი ისევ და ისევ აი სხვა ქვეყნებში, მაგალითად თურქეთში რო ხდება, თუ თქვათ ის მაინც და მაინც თავიანთი გიდი მოყვება ამ შემთხვევაში რუსებს, ხო? უნდა ყავდეს ქართველი გამყოლი. ანუ შეიძლება ის გიდი იყოს, შეიძლება უბრალოდ გიდი, მაგრამ მუშაობდეს გამყოლის ფუნქციით და თან დასაქმდება ეს გიდიც. ან დახმარება იქნება რა ერთგვარი ამ გიდის, თან მოთხოვნა უნდა იყოს მთავრობის მიმართ, რომ როდესაც უცხოელი ატარებს აქ ტურს, უნდა ყავდეს აქაური სუმცირე გამყოლი. და ნუ ამ გამყოლად შეიძლება მართლა ეს გიდიც იყოს და ნუ თან ის გიდიც ხო გააკონტროლებს, თქვა, ყובה, რას ყובה, შეასწორებს თუ რამეა, ხო? ნუ ეს უკვე შემდეგი არის, მაგრამ აუცილებელი არის, აი ვიღაცა ადგილობრივი იყოს იმ ჯგუფში. ევროპელი ტურისტების ნდობას რა უნდა ვუშველოთ? რომ დაუბრუნდეთ ნდობა და ჩამოვიდნენ ჩვენთან და ისევ იმ რაოდენობით თქვა ყავდეთ, როგორც ადრე იყო. არ ვიცი ხა რამდენად გამოვა, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპა არ გვინდა და რეკლამა გავაკეთოთ ქვეყნის ევროპაში. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, ზუსტად ის, რაც ადრე ხდებოდა, როდესაც ჩვენ ქვეყანაზე მიდიოდა რეკლამა პატარა ასე ვთქვათ, ვიდეო ჩართვები იყო სხვადასხვა გადაცემებში. ახლა ქართული კომპანიები მაინც მიიღებენ მონაწილეობას გამოფენებში, რა თქმა უნდა, უცხოეთში, მაგრამ ეს კერძო სექტორია. აი, მთავრობის მხრიდან შეიძლება ეს იყოს, რომ კეთდებოდეს მაქსიმალურად ქვეყნის რეკლამა უცხოეთში და ყველაზე მარტივია ტელევიზიით. თუმცა პროევროპულია ეს ქვეყანა, ამის რეკლამა ხო ახლა მოცემულობით ყალბი იქნება და არ დაგვიჯერებენ ევროპელი ტურისტები. კარგი, თქვა ბატონო ლეილა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ხომ არ კიდათ რაიმე დაამატოთ, ან ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა რაიმე ან თქვენი წუხილი, ან იდეა რა შეიძლება იყოს გამოსწორების გზა? ანუ ჩემი წუხილი ეს არის, რომ ქართველებში როგორც სამწუხაროდ ისტორიულად იყო, არ არის ერთიანობა. ანუ თუ ერთი, თქვათ, რაღაც ობიექტი ამბობს, რა იცით, რა მე რუსებთან ვერ ვმუშაობ, ჩვენთან მოყავთ რუსი ტურისტები, სხვა არის აი რაღაც მეორე უკიდურესობაში, ხალიჩებს უფენს და მოდით და დრო გავატაროთ, ვიცეკოთ, ანუ ეს რეალურად ატომღაც ან არ ავიწყდება თუ როგორ არ შეეხოთ ან 90-იანი წლები ან 2008 ან საერთოდ რო განცდა არ აქვს იმისი რომ რა მოხდა ახლა მე რა ოკუპანტი ქვეყნიდან არის აი გადავყვები
ანუ ეს რაღაც სულისკვეთება აკლია თვითონ საქართველოს მოსახლეობას ზოგადად. აი მოსახლეობიდანაც მოდის ეს პრობლემა. ბევრი რაღაცა მოსახლეობის ბრალია და მერე უკვე შემდეგ შეიძლება უფრო მაღალ საფეხურებზეც გამოჩნდეს და კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება დავამატო, შეიძლება ეს ამ რუსების თემას არ ეხება. ანუ ტურიზმის განვითარებისთვის, იმისათვის რომ უცხოელს დააინტერესო ქვეყანა, გარდა იმისა რომ პროფესიონალი გიდები უნდა იყვნენ. ანუ ჩვენ ესე მივაჩნია, რაც თუ გიდი პროფესიონალია, ის მაინც იმუშავებს. რაც არ უნდა ეს შემოდინება იყოს ან რუსების, პოლონელების თავისი გიდებით, თუნდაც ჩინელების, მაინც იმუშავებს პროფესიონალი ბევრს ჭირდება იმ უცხოელს. მთავარია ეს უცხოელი შემოვიდეს. და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს. აი სადაც მიყვავს, ხო? იქ მაგალითად გზა გააკეთეს მშვენიერად, ხო? ყაზბეგში. სასტუმრობდი ავდიხარ, ერთი რაღაცა მოტეხილი, იქ კიდე რაღაცა, ანუ გზას აკეთებენ, მაგრამ არ არის ბოლომდე გაკეთებული. სვანეთში არაჩვეულებრივი ადგილები, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი დადის საფეხმავლოდ მთისკენ, მყინვარისკენ, ხო? არის ხიდი, რომელიც უნდა გადაეოს, სადაც აი ყოველი მეორე ან მესამე ფიცარი ჩამტრეულია. აი რა უნდა ახლა იმის გაკეთებას, ხო? რა უნდა იმის გაკეთებას? ანუ ჩვენი პრობლემა მაინც გიდების არის ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გზები გვაქვს, მაინც ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ნუ ელემენტარული რაც არის კომფორტისთვის, ელემენტარული კომფორტისთვის საჭირო ტურისტისთვის. კი ბატონო. იმედი დავიტოვოთ, რომ გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს თქვენს და თქვენს კოლეგებსაც და მეტ ნამდვილ ტურისტს, როგორც თურმე თქვენ ეძახით ევროპელ ტურისტებს. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა, ვინც აქამდე გვისმინეთ და გვიყურეთ. შეგახსენებთ, რომ iFacts სჭირდება თქვენი დახმარება. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, დაგვიჭირეთ მხარი და გადმორიცხეთ თანხა ამ ეპიზოდის ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, ან შემოდით ჩვენს ვებგვერდზე iFacts.gi და იქ დაგხვდებათ დონაციის ღილაკი. მადლობა, დაელოდეთ აი გამოსავალის შემდეგ ეპიზოდებსაც.